სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას სვავს ჯული. სალამი, მოგესალმებით, მე ვარ ჯული. ჩემი შეკითხვა ეხება დაბადების წიგნის მეორე თავში მე-18 მულს, სადაც ნათქვამია. და თქვა უფალმა ღმერთმა, არ არის კარგი კაცის მარტოობა, შეუქმნათ მას შესაფერი შემწე. შეიძლება აქ სიტყვა დამხმარეც ვიხმაროთ. როგორ არის ეს, რას ნიშნავს იყო დამხმარე? ის საუბრობს აქ ქალისა და მამაკაცის ქორწინებაზე? რა შეიძლება ითქვას შემნარ ახალგაზრდა ქალზე, რომელმაც აერჩია დაქორწინება? შემიძლია უბრალოდ მყავდეს ქრისტიანი მეგობარი, ვისთანაც ერთად ვილოცებ, ვისთან ერთად წავიკითხავ სახარებას და გავიზიარებთ ამას. თუ აქ ქორწინებაზეა საუბარი მაინც და მაინც. და ჯონ მაკარტური პასუხობს, დიახ, აქ ქორწინებაზეა საუბარი. ქორწინებაზე? დიახ, იმიტომ რომ მან აიღო ეს ქალი მამაკაცის ნეკლიდან და ისინი ერთი მთელი გახადა. და ისინი ერთი ხორცი გახდნენ. ეჭგვარიშია რომ ეს იყო ქორწინების შეთანხმება. მაგრამ ეს არნიშნავს, რომ ქალი, რომელიც კაცს ეძლევა, მთელი ცხოვრება უნდა იყოს დამხმარე. ეს არნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანებსაც არ შეუძლიათ ყავდეთ დამხმარე. მაგრამ თუ სინამდვილეში ეს საპირისპირო სქესი წარმოუდგენელია, ალბათ ჯობია ყავდეთ საპირისპირო სქესის მხარდაჭერი მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომელსათანაც თქვენ დაქორწინებით, ასე არ არის? დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს არანაირად არ გამორიცხავს იმ მშვენიერ შეთანხმებას, რომელიც შეიძლება დაიდოს ორ მეგობარ შორისაც. გასაგებია, გმადლობთ ჯონ.